წარმოდგენის არის თქვენი პარტნიორი თქვენზე, რა ვიცი, პარტნიორი ქრაში, ვისაც რა გყავთ. ვის ინტერესებშიც შედიხართ, მოკლედ. ნახოთ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი. აი თავიდანვე ვიტყვი, რომ სასიამოვნოდ დადებითი წარმოდგენა, შთაბეჭდილებები მოდის მისი გონებიდან. ძალიან თბილი, ალერსიანი, იამაყებთ საკუთარი თავით. პირველი იმით დავიწყოთ, რომ მარტივად იმსახურებთ ადამიანების პატივისცემას, რადგან მათში ნერგავთ მასობრივად შთაბეჭდილებას, რომ მყარი, სტაბილური, მტკიცე, პრინციპული, პასუხისმგებლიანი, მეგობრული და ერთგული ადამიანი ხართ. რაც თავისთავად მასშიც ასახულია, როგორც უკიდეგანო პატივისცემა თქვენს მიმართ. საოცრად მგზნებარე, გემრიელი, გემოვნებიანი და ამავე დროს სასტიკად ჯიუტიც ხართ. თუ იტყვით მტკვარი ინდოეთიდან იღებს სათავეს, ესე იგი 100-ია და მორჩა. იმდენად ჯიუტი ხართ მისი აზრით. სოლიდური, დინჯი, წინდახედული და გაწონასწორებული ხასიათი გაქვთ. თulis რომ კარგი მზარეულიც შეიძლება დადგეს თქვენგან, რადგან საოცრად კომფორტულ გარემოს ქმნით ირგვლივ, როცა ფუსფუსებთ ან თუნდაც ცდილობთ მაინც. თქვენთვის შეიძლება ძალიან წვრილმანები იყოს სიამოვნების წყარო, რითაც ტკბობა გჩვევიათ და ამას სხვებსაც გადადებთ. შეგრძნებებით ცხოვრობთ, დახვეწილი სტილი და თან ძალიან მაგარი მეუქზე გრძნობაც გაქვთ. აი ყველა არკანი ისეთი ლამაზია, რომ თვალს ვერ მოწყვიტავთ. ერთადერთი სადაც ეს ადამიანი იჭედება თქვენში, ეს მართლაც უკიდეგანოდ მაღალი სიჯიუტია. ეს ყველაფერი რომ გითხრათ, ალბათ მართლაც დაგბურძგლავდათ სხეულზე, მაგრამ ფაქტია სასიამოვნო წარმოდგენის არის თქვენზე. თუმცა ამას ნაკლებად ამბობს ან გამოხატავს. აღაფრთოვანებს ის, რომ დღევანდელი დღით შეგიძლიათ ცხოვრება, ანუ დღევანდელი კვერცხი აშკარად გირჩევნია თვალინდელ ქათამს. აქ კიდევ შეიძლება ერთი რამ ითქვას. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ მატერიალურ კეთილდღეობას, ანუ სასტიკად გიყვართ ფული. ისე ფული ვის არ უყვარს, რომ ამას უარყოფით წარმოდგენაში ვერ გავუტარებთ. ყველას გვიყვარს. ჯამში კომფორტული ადამიანი ხართ და კომფორტულ გარემოსაც ქმნით. ვერაფერს ვერ დავუწუნებ, ძალიან პოზიტიური შეხედულებებია მისი ხედვები, ძალიან სასიამოვნო, არ ვიცი, უთფილესი. წარმატებებს გისურვებთ ყველას. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53 მომწერეთ, ოღონდ ნუ მირეკავთ და გიპასუხებთ ყველას.